მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაგვეთილით, მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ძალიან მარტივად მაუსის სტანდარტული სკინი. ეხლა მე შეცვლილი მაქვს ეს სკინი, მაგრამ ზოგადად სტანდარტული სკინი, როდესაც გვიყენია და არის ის თეთრი, შეგვიძლია ძალიან მარტივად შევცვალოთ ის. ამისათვის საჭიროა რომ პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი. შემდგომ გადავიდეთ ვებსაიტზე, რომლის სახელწოდებაც არის win0.net. საიტის ლინკი მითითებული იქნება, რა თქმა უნდა, ვიდეოს აღწერაში. ამის შემდგომ ავირჩიოთ მაუსის გრაფა და შემდგომ მაუსები Windows-ისთვის. ამის შემდგომ მოვძებნოთ აქ ჩვენთვის ასურველი ნებისმიერი მაუსის სკინი. აი თუნდაც ეს მწვანე G24 ქვია მას სახელად. დავაჭიროთ გადმოწერის ღილაკს, დაველოდოთ რამოდენიმე წამი. ამ საიტიდან გადმოწერილი ფაილები დაახლოებით კილობაიტები ან რამოდენიმე მეგაბაიტია ზომაში, ამიტომაც არ შეგეშინდეს მათი გადმოწერა და C-დისკზე დაყენება, ვინაიდან და რადგანაც მთლიანი სისტემა მაუსების სკინებისა ყენდება C-დისკზე. ამის შემდგომ გავთიშოთ ეს ყველაფერი, გავხსნათ ფოლდერი, შემდგომ download graph, ამის შემდგომ compressed, ან უბრალოდ იქნება თქვენთან პირდაპირ download graph-ში მეგობრებო, პირდაპირ გადმოწერილი ფაილი. უпроსტად WinRAR არქივატორი. ამის შემდგომ გადმოიტანეთ ის დესკტოპზე და ამოაარქივეთ მასში არსებული ყველა კომპონენტი. ამოაარქივების შემდგომ შეგვიძლიათ გავხსნათ ფოლდერი, გავხსნათ მაუსის სკინის სახელწოდების ფოლდერი შიგნით და აი აქ უკვე ავირჩიოთ ჩვენთვის ასურველი ვარიანტი, მაგალითად G24 for Windows. აი აქ ხედავთ სხვადასხვა მდგომარეობის იკონს, ანუ გამოსახულებას და graph-ს install. სწორედ ეს install graph გვჭირდება ჩვენ. დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკით მას და შემდგომ ისევ დავაჭიროთ install graph-ს. შემდგომ yes და დაველოდოთ რამოდენიმე წამი. როგორც კი სკინი დაყენდება, შეგიძლიათ ფოლდერი გათიშოთ და შემდგომ უკვე დაგჭირდებათ სკინის გასააქტიურებლად და ჩასართავად აი ესეთი გრაფა, მაუსის გრაფა, რომელიც შეგიძლიათ გადმოიტანოთ start menu-დან, შემდგომ control პანელი, ამის შემდგომ კატეგორიიდან გადაიყვანეთ გრაფა large icon-ზე ან small icon-ზე, შემდგომ მოძებნეთ გრაფა mouse და გადმოიტანეთ ის desktop-ზე. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს, ამიტომ აღარ მჭირდება. ამის შემდგომ ჩართეთ მაუსის გრაფა, შემდგომ გადადით pointer-ზე და აი აქ უკვე მოვძებნოთ ჩვენი ახალი სკინი G24. დავაჭიროთ apply, yes და okay. და როგორც ხედავთ მეგობრებო, ძალიან ლამაზი მწვანე შეფერილობის სკინი დაედო ჩვენი მაუსის მანიშნებელს. აი ესე ძალიან მარტივად შეგიძლიათ ამ შესანიშნავი საიტის გამოყენებით სულ რაღაც რამოდენიმე დაკლიკებით და რამოდენიმე კილობაიტიანი ფაილის ან რამოდენიმე მეგაბაიტიანი ფაილის გადმოწერით თქვენ შეგიძლიათ უმარტივესად სტანდარტული მაუსის სკინი შეცვალოთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ყურადღებისათვის. თუ რომელიმეს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან მომწეროთ ჩემი Twitter აკაუნთისა და იმეილის გამოყენებით, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.